მე ხედავ თქვენ ყოველჯერზე, როცა აქცია, როცა პროტესტია თბილისში, ბათუმში, რეგიონებში ყველგან და ხედავ ძალიან აქტიურს. დღეს თქვენი შვილის დაბადების დღეა. რა გაქვთ სათქმელი და რა აქვს მას სათქმელი 40 წლის დაბადების დღის თავზე, როცა ის ივანიშვილის დღეა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სოფო, მოგესალმებით თქვენ, თელ თქვენს გუნდს, თქვენს არხს. და ყველა იმ მაყურებელს, რომელიც ეხლა თქვენ გიყურებს. მე დღეს ბედნიერი ვარ, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილიც ეხლა, იმიტომ რომ მაქვს საშუალება, რომ კიდევ თქვენაირი ჟურნალისტები და თქვენაირი ტელევიზიები არსებობს, რომ მე მაქვს საშუალება, მე ვიცი, რომ ეხლა ის მე მიყურებს და აი მისი დაბადების დღეზე ესეთი 1-2 ტკბილი სიტყვა უთხრა მას. მაგრამ სანამ გიორგის მიულოცა, მე მინდა მიულოცო ეს დაბადების დღე ვეფხია კასრაძეს და ანდრო ჭიჭინაძეს და ორი ძალიან პრივატული თემა უთხრა. ჩვენ ახლა ხუთდღიანი პროექტი გქონდა მშობლებს აჭარაში ვიყავით და იქ იყო ვეფხია კასრაძის მეუღლე თავისი 3 მცირეწლოვანი შვილით. თუ ისმენს ახლა მე ვეფხია კასრაძე მინდა უთხრა რომ ეს სამივე ბავშვი თქვენი შვილები ისეთი ამტანიანი ადამიანები არიან მიუხედავად იმისა რომ ასაკით არიან იმიტომ კი არა რომ მათ იქ რამე უჭირდა ჩვენ იქ მათ არა სიყვარულს არ ვაკლებდით და არც ზრუნვას, მაგრამ ისეთი ამტანიანები აღმოჩნდეს ბავშვად, აი როგორც ჩვენ დიდები დავდიოდით ყველა რეგიონში და იმ მაღალმთიან გომის მთაზეც, რომელიც კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა, როცა გექნება სოფელ დრო, ამაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, ეს რა ადგილია, ეს მაღალმთიანი, სადაც რამოდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ საოცარი ადამიანები ცხოვრობენ, აი ამ ბავშვებმა გამოა საოცარი მე როგორ გითხრათ ამტანიანობა ერთიზე მეტი სიტყვა არც ეს არ ვთქვი არც ბიჭს და არც გოგონებს ამისთვის მადლობა თქვენ ვეფხია და თქვენ არაჩვეულებრივ მეუღლე ელენეს ეხლა ანდროს მინდა უთხრა ანდრო პირადად მე შენ არ გიცნობ თუმცა შენი გარემოცვიდან ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და გავიცანი შენი ძალიან საყვარელი დედა და მინდა თქვა რომ ეს არის ძალიან ორიგინალური ქალბატონი ლიკა გილოცავ შვილის დაბადების დღეს. შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემი ესეთი გულღია ეპითეტები, მაგრამ აი იმ სტრესმა, რომელშიც ახლა თქვენ ვართ, მოიტანა ერთი თვისება. როდესაც ადამიანებიდან მოდის სიკეთე, ხედავ თანადგომა, შენც გინდა რომ ეს გამოხატო. სხვა დროისთვის კი არ გადადო ეს საუკეთესო ეპითეტები, არამედ მათ. კი ბატონო. ქალბატონო ეკა ძალიან ცდილობს ივანიშვილი რომ შეზღუდოს, შეგაშინოთ ხომ, დაპატიმრებაც ხომ ეს მიზანი აქვს პატიმრობა საბოლოო ჯამში, მაგრამ რაღაცნაირად კონსოლიდირებული მშობლები მიიღო გარეთ, რომლებიც პროტესტში რჩებიან. და აი სოფო არაჩვეულებრივი კითხვა კონსოლიდირებული მშობლები და რამ შევკრა ჩვენ ერთად ჩვენი შვილების მხნეობა ორი დღის წინ ჩვენ მშობლები ყველგან ერთად ვართ და ვიყავით ერთ ძალიან ნიჭიერ ქალბატონთან რომელიც სულ თანადგომით გამოიხატება ჩვენს მიმართ და ესეთი კითხვა დაგვისვა მშობლებს ბევრი არ ვიყავით მაგრამ რამოდენიმე რა არის ის ერთი სიტყვა, რომლითაც თქვენ შვილებს დაახასიათებთ. პირველი სიტყვა, რომელიც მე ვთქვი გიორგიზე, ეს არის გამბედაობა. და აი ამ ქალბატონმა ორი ხელი აწია და მითხრა რა სწორად გყავთ თქვენი შვილი შეფასებულიო, იმიტომ რომ თქვენ ალბათ გახსოვთ გიორგის რო იჭერდნენ 3 დღით ადრე მასზე მოაწყვეს რაღაცა, ნუ არ ვიცი, ორომ ტრიალი აი როგორც დასდევდნენ და მე მას უყურებდიო და ის ნამდვილად არის გამბედავიო, იმიტომ რომ სხეულის ენამაც კი არ გაყიდა, რომ რაიმე შიში ქონდაო. და ჩემს გვერდით იყო ირაკლი პაპიაშვილის დედა. თქვენიცით ირაკლი გიორგისთან ერთად ვიხდი სასჯელს და გიორგის დედამ თქვა, რომ ის ერთი სიტყვა, რომელიც ჩემს შვილს შეეფერებაო, ეს არისო ნებისყოფაო და მე დავამატე მეორე სიტყვა, ერთგულება და ნებისყოფა. ეხლა ჩვენ გვიყურებს გიორგიც, ირაკლიც და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანები ხართ და ჩვენ მშობლები აღმოჩნდით ძალიან როგორ გითხრათ, საერთოდ ამ ბრძოლას სოფო რახან მომეცით საშუალება რომ ვილაპარაკო, სულ ვფიქრობ რა დავარქვა, რა სიტყვა დავარქვა აი ამ მშობლების ბრძოლას. ვფიქრობდი რომ შეუპოვარი, დაუღლელი და მე აზრად მომივიდა ერთი სიტყვა, ეს არის რაინდული ბრძოლა. მე რა რომ ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ქალები ვარ. ეს არის რაინდული ბრძოლა, რომელიც ემსახურება არაჩვეულებრივ მიზანს, არა მარტო იმას, რომ ჩვენი შვილები იყვნენ თავისუფლები, არამედ ეს არის მიზანი, ეს არის პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპული, დამოუკიდებელი და თავისუფალი. კი ბატონო, ნამდვილად ასეა. დიახ, ძალიან ქალბატონო ეკა რაღაც მინდა ჩაგეკითხო. მე მინდა
ორი არაჩვეულებრივი გუნდი ეს რო არ თქვა არ შეიძლება ეს არიან ჟურნალისტები და ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები თქვენ და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომლებაც ახლა ის პოლიტპატიმრების სია გამოაქვეყნეს მათ გასწიეს ტიტანური შრომა იმიტომ რომ თითოეული აი ამ პოლიტპატიმრის საქმე არის იცით რა დონეზე გაფილტრული გამოძიებული ანალიზი დადებული რომ რომელი ქვეყანაც კი არ მოკიდებს თითოეულ საქმეს და ევროპის რა ორგანიზაციაშიც არ წავა თქვენ ნახავთ ეს მართლა ტიტანური შრომა აქვს მათ ჟურნალისტებს გაწეული და ეს ფაქტიურად არის ძალიან არა პოლიტიკური დოკუმენტები, არამედ იურიდიული დოკუმენტები. ამას ვამბობ ძალიან შეგნებულად, იმიტომ რომ მოვა დრო, ეს ყველაფერი იქნება ძალიან გაშიფრული და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ ბრძოლაში. ქალბატონო ეკა, მინდა გითხოთ ასევე, ივანიშვილის ციხე არ არის მარტივი ციხე საბოლოო ჯამში, ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა ეს თქვენ შვილს. კადრებშიც ჩანდა, ისეთლით გადაადგილდებოდა სასამართლო პროცესებზე, მან ცალთვალში მხედველობასთან დაკავშირებით იყო სერიოზული პრობლემები, როგორ არის ის ახლა? იცით, სოფო, მდგომარეობა არის ისე, რომ ერთადერთი რაც გვახარებს, რომ მდგომარეობა არ გაუარესდა. მდგომარეობა სტაბილურია, მხედველობა მარცხენა თვალში ისევ აკლია, ხებზე იცით, რომ ვერ დგება და დამოუკიდებლად ვერ, მაგრამ ის რომ მდგომარეობა არ გაუარესდა, უკვე კარგია. და მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო თვალსაზრისითაც მე ძალიან ობიექტური ადამიანი ვარ, დიდ კონტროლზეა გიორგი და ამ სიტუაციაში ვერაფერს სულს ვერ ვიტყვი და რადგანაც მკითხეთ ციხის პირობები, ერთი თემა მინდა წამოვჭრა. არ ვიცი სხვებს აქვს თუ არა ეს ნათქვამი, ჩვენ სულ ლაპარაკობთ აი პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, მაგრამ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პატიმარი. მე არ ვამბობ, რომ ისინი სულიად უდანაშაულები არიან, მაგრამ ძალიან ხშირად ისმის ფრაზა, რომ დანაშაული არ შეესაბამება, რაღაცა გაბევრებულია მათი სასჯელი. და მე მინდა ეხლა თუ ჩვენ ის პატიმრები გვისმენენ, ჩვენ თქვენთვისაც ვიბრძით, რომ თქვენ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომ გასაგებია ჩვენ ადამიანები ვართ რაღაცას ვაშავებთ, მაგრამ დანაშაული თუ ჩაიდინეთ, რომ მისი შესაბამისი სასჯელი ქონდეთ და არა ის გაბევრებული და გაიცო ციხეებით. სამართლიანი სასამართლო არის ამის ამალი შეიძლება ითქვას. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ადამიანს უჩნდება განცდა, რომ სამართალი უნდა იყოს სამართლიანი, ეს სიტყვაც. მე ვფიქრობ, რომ გიორგი როდესაც დატოვებს ციხეს, ის აუცილებლად იბრძოლებს, რომ ყველა მოსამართლე, ყველა პროკურორი, ყველა ცრუმორწმე და ყველა საქმის შემკერავი ადამიანები დაისაჯოთ ოღონდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. კი ბატონო. წინააღმდეგობაში ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. ძალიან მიყვარხართ ყველა გიორგი, ირაკლი და ყველა ბიჭებო. ყველა შეფასება მინდა, მაგრამ დრო არ არის. და მადლობა კიდე იმ მშობლებს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძვიან. და მეც ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი საკუთარი თავის. იმიტომ რომ გამბედავ შვილებს, გამბედავი დედები სდიან. ნამდვილად ასეა, ქალბატონო ეკა, კიდევ ერთხელ მიულოცოთ გიორგის დაბადების დღე. მადლობა თქვენ და მადლობა სულ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი თანამებრძოლია და ვინც იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. მადლობა სოფი.